მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას, რომელსაც ქვია კონსერვატორია, ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ სიგიჟით, რაც ევროპაში ხდება, ეს არის მორიგი. მე არ ვიცი რა დაუძახო, ტუალეტს ქაღალდი, რომელიც მიიღეს. აი ესე პირდაპირ ტუალეტს ქაღალდი რა, ნუ დამძრახავთ რა. ოღონდ ტუალეტს ქაღალდსაც ხარისხი უნდა გარკვეული რა, რომელიც მიიღეს ევრო პარლამენტში. რეზოლუცია, სადაც არამცდუ ფაქტობრივი შეცდომები არის, აი სიგიჟეები წერია, აბსურდი წერია. ბოლო რეზოლუციიდან გამოდის, რომ ის რომ მადამ დე პამპადურს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს თურმე ვადა გაუხანგრძლივეს იქ. ევროპარლამენტმა გაუხანგრძლივეს ვადა, ჩვენი კონსტიტუცია დაარღვიეს და მათი უზენაესი ნებით მადამ დე პამპადურს გაუხანგრძლივეს პრეზიდენტობის ვადა. სალომე ზურაბიშვილს და ბოლო ჯამში ისეთ შტაბეცილება დამჭა რომ მათ საერთოდ ჩვენი სახელმწიფოების გაუქმება უნდათ მოინდომეს და პირდაპირ შეიძლება კითხო მათ რომ რა საჭიროა ჩვენ არჩევნები ვატაროთ და ასე რომ პირდაპირ ვისაც ევროსაბჭო გვეტყვის ანუ კაია კალასი ის დავნიშნოთ უფროსად და ის იყოს ხო ესეთი რამ არასოდეს არ გაუკეთებიათ ევრო სტრუქტურებს ესეთი სიგიჟე არ ჩაუგდენიათ პირდაპირ შეიძლება მე თქვა მე შალვარამიშვილმა ერთმა აღებულმა ინდივიდმა ხოლო რიცხვში რომ თუ ესეთია ევროპა ევროპის დედაცვატირი ხო ეს არის ევროპა ესე იგი ჩვენ ყოველთვის გაურბოდით ოკუპანტებს დამპყრობლებს მაშინაც კი როდესაც საშინელი აღმოსავლელი ტირანების ქვეშ ვიყავით დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის რაღაც დამცეცებს მაინც ვინარჩუნებდით. რაღაც ხო ხდებია რა, იქიდან ინიშნებოდა მეფე, მაგრამ აქედანაც რაღაც დიპლომატიის მეშვეობით ცდილობდით, რომ ჩვენი სამშობლო რაღაცნაირად ჩვენადვე გვემართა. ეხლა გამოდის, რომ ამ ცივილიზებულ 21 საუკუნეში ვიღაცა ტიპები, თან გაურკვეველი ტიპები, რომელსაც რა ლეგიტიმაცია აქვს არავინ არ იცის თავიანთ ქვეყნებში. გვეუბნებიან, რომ აი მორჩა რა ჩვენ უნდა დაგინიშნოთ აი პრეზიდენტი მაგალითად ეს არის თქვენი და არა ის რომელიც თქვენ აირჩიეთ ხო ეს არ არის ევროპა მე ესეთი ევროპა და საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას ესეთი ევროპა არ უნდა და ცოტა არ არის გასაკვირი რომ ევროპის რეიტინგი ზოგადად ეცემა და ესა გაგრძელდება ეს არ შეჩერდება ვინ თესავს ანტიევროპულ განწყობებს ეგ ძალიან კარგად ვხედავთ მოდი ხა ამ აღშფოთებას შემოვერთით და გაანალიზებთ შეიძლება მოდი შალვა დავიწყოთ იმით რომ ეგეთი ევროპა. ხო, ეგეთი ევროპა. უბრალოდ ჩვენი წარმოდგენა იყო. რაღაც ნაწილი არ არის ეგეთი. მოდი შეხა, მოდი. ჩვენ ყავს საღიაზრის ხოლმე მოკავშირეები. შეხედე, მოდი ასე ვთქვათ. ევროპა, რომელიც ჩვენს წარმოდგენაში არსებობს. ძველ წარმოდგენაში შევეთქვას და ევროპა, რომელიც რეალურად არსებობს და ისტორიულად ეს ორი სხვა რამეა. ანუ ევროპას აქვს შექმნილი ძალიან ძლიერი ცივილიზაცია, რომელშიც იყო ძალიან მაღალი კეთილდღეობა, ძალიან ძლიერი სოციალური დაცვა და ასევე იყო ორი მსოფლიო ომი, გენოციდები, ომები, კოლონიალიზმი, იმპერიალიზმი, ასე შემდეგ და ფაშიზმი. და ანუ ყველა გენოციდი როგორიც კუბში აყვანილი. ანუ ყველაფერი რაც ჩვენ ვიცით პროგრესული არის ევროპიდან თითქმის ყველაფერს ვუწევთ. ბოლო 300 წელი. მაგრამ ყველაფერი ცუდიც ევროპიდან. 300 წელი მოგცენ უფლება რომ სხვა კონტინენტებზე მონური რეჟიმი დავამყაროთ, ადამიანებად არ ჩათვალოთ 300 წელი. დაარწოთ ეს ხალხი ეს ადამიანები და მე ბუდიში მოვიხადოთ, მაგრამ შევირგოთ ის დოვლათი. ეს არის ევროპის ისტორია, ამასაც უნდა გაუსწოროთ თვალს. ხო და შესაბამისად ევროპელები მიჩვეულები არიან. ეგეთ დამოკიდებულებას რა. რომ ცირა არის არსებობენ რაღაც კარგი კოლონიალური ქვეყნის ხალხი. არსებობს ცუდი კოლონიალური ხალხის ქვეყნის ხალხი. ანუ კარგები არიან, რომლებსაც ვინ არიან კარგები? კარგი ქართველი ჯეოშნიკები რა. რომელსაც ანუ შენ აი ქვეყანაში ყავს კომპანიური ელიტა და არიან ცუდები, კი ბატონო. ანუ ხო რა, რომელსაც აი ახლა მე მაგათაც ახლა ერთი ჩემი ნაცნობი შენ წერდა რაღაც ის წერდა რომ აი ევროპელი შეშფოთდნენ და ხაზ კარგად ვიცნობ რა არ დავასახე რა თქმა უნდა კარგად ვიცნობ და თავი რა ხალხს ამ ადამიანებს მართლა გონიათ რომ არსებობენ რაღაცა არსებობს რაღაცა რასა
ევროპული რასა, რომელსაც შეიძლება ინტელექტუალურად არაფერად არ ანუ ხო ვიცი ხა თვითონ რას ამბობს ხოლმე ევროპელებს ხდება ხოლმე. ანუ შეიძლება ინტელექტუალურად არ თულდეს ევროპელებს გვიანები არიან, არც ლამაზები, მაგრამ აი პოლიტიკურად იქაური ჰაერი სხვანაირად მოქმედებს რა. ამიტომაც არის რომ ანუ მე რას ვამბობ, მე ყოველთვის მაქვს ასეთი დისონანსი რა, რომ მე ჩემს სამსახურში სადაც დიდი ხანობაში მუშაობდი ერთ-ერთ მერის სტრუქტურაში შეხება მქონდა ევროპელებთან. ძალიან არ ვუყვარდი ევროპელებს, საერთოდ რომ ჩამოდიდნენ და მეუბნებოდნენ რაღაც სიგიჟეს. და მე როგორც ადამიანი რომელიც მათი ენაც ვიცოდი და მათი ისტორიაც ვიცოდი და მეუბნებოდი სიდებიდეს ნუ მეუბნები და სიგიჟეს ნუ მეუბნები თუ დახმარება გინდა დამეხმარე ან რჩევა მომეც რომელიც გაუმადგება ძალიან ბრაზდებოდნენ ჩემზე. იმიტომ რომ ანუ მანამდე იყვნენ მიჩვეულები რომ მაგალითად ჩემი წინამორბედი დილის 5 საათზე, იმიტომ რომ ისინი იყვნენ რაღაცა მოწონდათ დილის 5 საათზე ვარჯიში საჭმელი მიქონდა სასტუმროში. და აიმონებოდა და ხო ხდება მე რომ დილის 5 საათზე ვერავის ვერ მივხვდი. ანუ მე რომ ვარჯიშს არ დაიწყებდი დილის 5 საათზე. ახლა ანუ მე ანუ ჩემთვის ეს ხო ანუ შალო ანუ ხო მეც გამარა ჩემთვის რომ ანუ მე რო ცდილობდი რომ მათ რომ მეთქო რომ ჩვენ პარტნიორები ვართ და ჩვენ თუ ხო ნუ ეს არ ჯეროდა ჩვენ თუნდა ვილაპარაკოთ რაღაც თემაზე რომელშიც მეც მაკომპეტენცია თქვა საკომუნიკაციო რაღაცა თქვენიც და რაღაცა მე ვიცით ეს მათთვის იყო ძალიან მიუღებელი იმიტომ რომ ეს არიან ხალხი ზოგადად არის რაღაც კატეგორია რომელიც თulis რომ აი შე რო ხარ ქართველი რაღაცის უფლება არ გაქვს ხო მე ნახევრად ადამიანი უბრალოდ არ გაქვს მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში გამოფენასთან გავიზარდე მე და გამოფენაზე დიდუბეში გამოფენაზე ხშირად ჩამოდიოდნენ უცხოელები და მე მაშინ 6-7 წლის ბავშვი ვიყავი და ბიჭებთან ერთად ვიყავი და ჩამოვიდნენ ფირმებს ეძახდნენ მაშინ ესე გამოირჩეოდნენ ეს ფირმები რა ჩაცმით და ასე შემდეგ რა ფოტოაპარატები კარგი ქონდათ და ბავშვები რომ დაგვინახეს ერთი კეთილი ბებია იყო გერმანელი იყო თუ არ ვიცი ვინა ჟუაჩკა მოგცა რა დაგვირიგა და მე არა აი ძალიან მინდოდა მაგრამ რაღაცნაირად არ ავიღე მე ამაში საერთოდ ცუც არ ვხედავ რომ დაგვინახა და კარგი ჟუაჩკა რომელიც პერეხადნოიზე ძალიან ძვირი და აქ გვაძლევდა და დაურიგა ბავშვებს ხო მაგრამ მაშინაც კი რაღაც რა დავინახე იცი რომ განა რამე დამცირება უნდა აი როგორც მესამე ქვეყანაში ჩახვალ რომელიღაც არ უნდა სახელი დავასახელო და ხო რო ბავშვები რო შეგროვდებიან და რაღაცებს რო აძლევს ხურდას ან რაღაცას და ახლა აი ესეთი ის გქონდა ანუ მაშინ რა თქმა უნდა ამ კეთილ მოხუც ქალში რომელიც ალბათ რაც ხანში შესულიყო მან ხო იცი რომ ასაკს მიაღწევენ მე მოგზაურობენ და ეგეთი ბევრი გვინახავს ჩამოვიდე ესე ქვეყანაში საბჭოთა კავშირში სადაც დანახი არ ქონდათ საღეჭირეზინი და მაშინ მე კაი რაჭულ ლორს ღინკალს კაბაბს რაც ჩვენ ქონდა და იმათ არა აქვს და არ ვაფასებდი ღვინოს ბავშვი ვიყავი საღეჭირეზინი კევა მერჩივნა და მომცა ეს იყო ჩემთვის ეხაც კი მახსოვს ეს ძალიან კარგად ეს ეპიზოდი შესაბამისად დასავლეთ რა თქმა უნდა ეს გედმაღლობა აროგანტულობა აქვს ბუნებრივია და შერჩა ოღონდ მან დავამატებ ოღონდ რაღაც მომენტში ამ თემამ პოლიტიკურ აქტუალობამ და რაღაცაებმა მათ გამოუმუშავა სხვა რაღაც აი ამაში ეს მაგი უნდა მეთქვა მან ხარი მეორე მომენტი ანუ ჩვენ მე მაგალითად მთელი ჩემი ბავშვობა და მთელი ჩემი სტუდენტობა უკვე შემდგომი პერიოდი ანუ ევროპელებისგან მივეჩვიე სიყალბეს რომ აი ხა მაგალითად რომ ეს სულ აი ხა ტელევიზორში ვიყურებდი ევროპელი აი თქვენ ხართ დემოკრატიის აკვანი ხა ხო აი ხო რატომ ატყვევთ რა ან დაუშვათ მივეჩვიეთ რომ რომელიღაცა ელჩი ქართულად ორ სიტყვას რამე სიტყვა და მთელი ქვეყანა აი კლობინებს სიხარულით კი და ოღონდ რაღაც მომენტში ეს გაქრა და უცებ ხედავ რომ გერმანელი პოლიტიკოსი მეუბნება რომ რა ჩემ ფეხებად გინდათ მართლმადიდებლებაო ხო გერმანელი თან გეი თან ახლა მე ადამიანს რომელიც ატეცა ნერვები მომეშალა რა რატო აბძოლევ თავს უფლებას შენ ვიღაცა ეკლესიის უარყოფით როლზე რომ ჩემს ქვეყანაში მე გადამიწყვიტო რა შეიძლება მე მინდა გითხრა რომ ეს დამოკიდებულება ეხლა ტრანსფორმირდება მაგალითად ეხლა დასავლეთის პრობლემები რა არის ზედმეტი კორექტულობა რაც საშუალება მისცა მუსულმანური ქვეყნებიდან უდიდეს და აფრიკული ქვეყნებიდან უდიდესი არმია, რომელიც ანადგურებს ევროპას პირდაპირ მნიშვნელობით. რატო არის მემარჯვენების ესეთი დიდი ბუმი იქ? პირველი არის ემიგრაცია, ემიგრაციის პრობლემები. მეორე, რუსეთის პანიკური შიში, მით უმეტეს ტრამპის ხელში როცა იძახი რომ თქვენ თან გადაიხადეთ ფულიო და
ევროპელმა ქვეყნებმა რომ თვითონ გადაეხადონ 5% ბრუნვის, მე ნახე შენ მაგათი კეთილდღეობა. კარგად იყვნენ მოწყობილები, ამერიკა იხდიდა ჯარის ფულს და თვითონ კეთილდღეობაში იხდნენ თავიანთი ქვეყნების ბიუჯეტს დიდდნენ ამ კუთხით. მოდი აბა ჩვენს ისტორიკოს მივცეთ. ხო, ზოგადად ჩვენ სხვანაირი წარმოდგენები ქონდა ევროპაზე. ისაია ბერლინი ხო იყო ესეთი მოაზროვნე, მასაც უწერია სტატიას, მათ შორის ჟვედგამსახურდიაზე უწერია. და საუბრობს დემოკრატიულად არჩეული არალიბერალი მმართველები, ლიბერალს ესე არ იყენებს, მაგრამ იგულისხმება ლიბერალი მმართველები. ჯობია ავტოკრატი ლიბერალები, ხო. მათთვის დემოკრატია იყო ყოველთვის ლიბერალურ პროექტთან დაკავშირებული, იმიტომ რომ შეიძლება დემოსმა არასწორად პოპულისტი აირჩიოს. ხო, სხვა ისეთი აირჩიოს. ეს აზრი აქამდე ძალიან ცნობილი იყო, აი ჩვენთან აიყო, აი ჰაიეკი ხო, გზამონებისკენ, ფრიდმანი და ეს ნეოლიბერალური სკოლა, რომელიც ამბობდა, რომ კი, აი ჩილეში მაგალითად რაც მოხდა, ხო? მათ ხარი დაუჭირეს არა მარტო ავტოკრატის, არამედ ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ ავტოკრატიულ სისტემას, მაშინ პინოჩეტი. ხოცვას სტადიონებზე მასობრივ. ისინი ღიად საუბრობენ, რომ თუ დემოკრატია არ ირჩევს, ხალხი არ ირჩევს აი ამ ჯგუფებს, მაშინ არ გვინდა ესეთი ხელისუფლება და ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობა. რუმინეთში იგივე არ გააკეთა. აი დღეს რუმინეთის მაგალითი არის ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი რამ, რომ მეორე მხრივ აი ისე დავსვათ შეკითხვა, ცოტა იმათი პოზიციიდანაც დავსვათ რა. ჩვენ ვქმნით რაღაც ახალ პოლიტიკურ სისტემას, ხო? ჩვენ ვინ? ევროპელები. აი ევროპული პოზიციებიდან შევხედოთ და შენ ახლა რაღაცა სხვანაირი წარმოდგენა გაქვს თუ რაღაცა ეგ არ მაინტერესებს რა. ეს შეიძლება ისე მოქმედო როგორც ჩვენ პოლიტიკურ პროექტს უნდა. მაშინ შენ ძალა უნდა გეყოს იმისა რომ იქ გადატრიალება მოახდინოს. ამათ არ ყოფნით უკვე ძალა. აი აქ უკვე მაშინ ძალაზია. აქ უკვე შემოდის აი ეს ქედმაღლობა, დამღუპელი ქედმაღლობა, როგორ ბედავთ, ხო? აი როგორ ბედავთ, სადაც უკვე აი ჯანგოშია ტარანტინოს ფილმში არის, როგორ ბედავ შენ ესე მოიქცე და ძალა უკვე იმ მომენტში აღარ აქვს იმ თეთრებს იმას აქვს შავკანიანს აქვს ის ძალა და არ აღიარებ მოწინააღმდეგეს, არ აღიარებ შენ ესე იგი არაძლევ იმ სტატუსსაც კი მოწინააღმდეგეს, რომ მას შეიძლება გააჩნდეს საკუთარი დამოუკიდებელი აზრი. აი ეს ქედმაღლობა რომ არ აძლევს შენ სხვას იმის ესე იგი უფლებასაც კი რომ მას შეიძლება საკუთარი ეგზისტენცია გააჩნდეს და მხოლოდ ელაპარაკები რაღაც მორალური პოზიციებიდან პედესტალიდან ეს ყველა იმპერიისთვის დამახასიათებელი იყო, ეგ რომაელებისთვის დამახასიათებელი იყო და რა ვიცი, ყველა დაცემის პირა იმპერიისთვის იყო დამახასიათებელი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც იმპერია ეცემა რა. ისინი რეალობას აღარ ხედავენ, აღარ აღიარებენ სხვას არ აღიარებენ, სწორედ ამაში მდგომარეობს, ხო? და გაუქმებენ შენ როგორც რაღაცა სუბიექტს. შენ მეორე მხრივ აი მათ მხარეს არის რაღაცა სიმართლის დოზა და ვიტყვი თუ ისტორიულად ავიღებ. ჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვართ თქვენი ფრონტიერი სახელმწიფო, ჩვენი ეგზისტენციური ამოცანა ეუბნებოდნენ დასავლეთს, ღმერთო ჩემო, ამას ღიად ამბობდნენ. ვართ რუსეთთან დაპირისპირების შუბის წვერი და ჩვენ ამ შუბის წვერს უკიტინებთ დაც და მოგვეხმარეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის რა როლსაც ახლა უკრაინა ასრულებს. სამწუხაროდ დიხანი არ უწერია მას ამ როლის შესრულება, მაგრამ ვამბობდით, რომ საქართველო არის ფაქტორი დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების. ეს არის მისი ადგილი სოფლიო წესრიგში. ხო და ახლა იმისთვის ხო მაგარია რა. იმისთვის არსებობს, ნახეთ, იმისთვის არსებობს ქვეყნის როლი. იმ ქვეყანაში როგორ ხელისუფლება როგორ შეიძლება და როგორ იქნება, ეს მათთვის სულ ერთია. ქვეყნის როლი იყო ესეთი გასაზრდელი. საქართველოს როლი იყო ესე გასაზრდელი. ახლა მოვიდა რაღაცა ახალი ხელისუფლება, მათი წარმოდგენა ახალი ხელისუფლება, რომელიც გეუბნება, რომ ეს როლი აღარ მინდა. რას ქვია არ გინდა? მაგათი პოზიცია ესეთი, რაც ქვია არ გინდა შენ ეს როლი. რა ახლა იმას უნდა ველოდო, შენთან რაღაც არჩევნები როგორ ჩატარდება და ამას უნდა ველოდო. ჩვენ ამ ასეთი ხალხი. აი ესეთი ლოგიკა ეგ არის. ხო, ლოგიკა ეს არის. ამიტომ კეთილი ინებეთ ყოველთვის აი ამ როლით დაკმაყოფილდეთ. თქვენ ამ როლის ამ როლის შესრულებისას იარაღსაც მოგცემთ, ფულსაც მოგცემთ, პარტიზანულ ომსაც გაგაჩაღებინებთ და ასე. NGO-ებსაც დავაფინანსებთ რაღაცას. ეს საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ლიბერალური დემოკრატია არის ერთგვარი ოქსიმორონი რა. ანუ საერთოდ თამაშის წესების ერთ-ერთი ნაწილია, რომ
რომ წაგება უნდა დაუშვა იმ თამაში. აი როგორც რუმინეთშია წააგეს, აი როგორც ბულერი ბავშვები და არაბულერები რო თამაშობენ ეზოში და რო აგებს ესენი, ეს ბულერები და ამბობენ რომ ეს არ ითვლება. შენი გოლები არ ითვლება და ჩემი გოლები ითვლება. ჩვენ მოვახერხეთ და გამოვზარდეთ ისეთი პოლიტიკური კლასი ქართული ოცნების სახით და საზოგადოებას, რომელმაც ეს ბულინგი არ დაუშვა. კი, ზუსტად და მე ამაში მგონია რომ ჩვენ გამოვედით ფაქტურად აი იმ ლიბერალ ინტელექტუალებს უყვართ რომ აი ეს არის საბჭოთა გადმონაშთი და მოდი ვთქვათ რომ ყველაზე საბჭოთა გადმონაშთი და ცუდი რაც არის ეს არის დასავლეთის გაფეთიშება. ეს არის გვიანი ჰომოსოვიეტიკუსის ის რომ აი დასავლეთში არის რაღაცა ჯინსი ჩემს წარმოდგენაში ბავშვობაში აი ეს ჯინსი რაღაც საბრინა მერსედესი და ანუ ეს რაღაც კონსუმერული ჭია რაც შეუჩნდა იმ საბჭოთა გვიან საზოგადოებას და მე რამაც დიდი როლი ითამაშა ამ დანგრევაში და იმ კულტურულ ცნობიერებაში რაც პოსტსაბჭოთა ადამიანს ჰქონდა არის რა რომ მე ვარ ცუდი და რა ვეხარ რომ ვიღაც რო ეუბნება რომ შენ ხო 3000 წლის ერი ხარ რაღაც ღვინის სამშობლო ხარ ის დავით აღმაშენებელი ყავდა ესენ არა მე არ მქონდა უკეთესი წარმოება პირობითად ვამბობ მაგრამ ნუ რეალურად იქ საბჭოთა კავშირის დროს როგორი მეცნიერება ჰქონდა და ასე შემდეგ იქ ცალკე საკითხია მაგრამ დაავადეს ანუ საერთოდ როდესაც კონკურენციაში შედიხარ ერთ-ერთი მთავარი мотиваცია რომ მოწინააღმდეგეს გაუშვიო ბრალეულობის და ნაკლულობის განცდა, ანუ არასრულფასოვნების კომპლექსი და შორის რაც დასავლეთს გაუჩინეს ვიღაცეებმა უკვე. ანუ ეს ჭიაც ხო, ეს ახლა თვითონ გაუჩნდათ, მაგრამ მანამდე ამათმა გაუჩინეს ქართველებს, რომლებისაც, რა ვიცი, ქონდათ, რავი, ინდუსტრიაც ქონდა ყველაფერი და უბრალოდ იმის გამო, რომ რაღაცეები არ იყო და მართლა არ იყო საბჭოთა კავშირში, ამან გააჩინა ის ცნობიერება, რაც დღემდე, ახლა დღეს ეს კრიზისია და ჩვენ ძალიან კარგად გამოვდივართ. თუმცა მე არ მინდა ამ თემაზე რასაც ახლა ვიტყვი შორს წავიდე, მაგრამ მანდაც პრობლემები აქვს. მაგალითად, როცა არის ისრაელთან დაკავშირებული საკითხი, მთელი ევროპა აღიარებს ისრაელის ქმედებებს და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ძებნილია, პუტინი რო უხაროდა ძებნილიაო ჰააგის სასამართლოში. მანდაც მაინც არ ამბობენ არაფერს, იმიტომ რომ ამერიკის ეშინიათ. ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი სტანდარტებია თუნდაც ისრაელთან, თუნდაც პალესტინელებთან, ჩვენთან, ყველასთან, ყველა მიმართებაში არის აბსოლუტურად გარყვნილი ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი სტანდარტებით. აი როცა ორი ევროპა, ხო, აი პირობითად რა არის, ხო? სამია, ოთხია მე. აი პირობითად აი არის ერთი ევროპა, ეს კოლონიზატორი და ქედმაღალი ევროპა და არის პირობითად კანტის ევროპა, რომელიც ამას გაბედე აზროვნება და რა ვიცი, თუ გაბედე, აი ეს ლიბერალებს უყვა, აი გაბედე აზროვნება და რა ბერძენიშვილი რო ესე გვეუბნება ხოლმე, ხო? კაი, გავბედე ბიოხონდა ეს ევროპარლამენტარი არ მომწონს ამ აზროვნებისას და მგონია რომ ჩემ დამონებას ცდილობს და რა ვქნა ანუ არაევროპელი გამოვდივარ ამიტომ თუ რა დავამატებ ხო ერთი მნიშვნელოვანი მომენტია რა იქ რომსაც მოუვიდა და ეხლა ევროპასაც მოდის ჩვენ რა ევროპაზე საუბრობდით ის იყო მაინც დისტანცირებული აღმოსავლეთისგან ჩვენ მინდა შეგახსენოთ რომ რომის იმპერიის ბოლო პერიოდში მოხდა აღმოსავლეთიზაცია რომის რა თქმა უნდა რელიგიისაც ქრისტიანობა რა იყო აბა ქრისტიანობა აღმოსავლური რელიგია იყო აბა რა არა მარტო ქრისტიანობა და მითრაიზმი იყო მითრაიზმი და რელიგიები ბატონო ანუ ეს არ იყო კი ბატონო კი ელინური კულტურა ჩვენ ხედავთ ეხლა ჩვენ ეხლა ხედავთ ის რომ როგორც იყო პოსტელინიზმის პერიოდი რომში ისე არის ეხლა პოსტქრისტიანობის პერიოდია რეალურად ეს პროექტი რა პროექტის არის ეს არის ცოტათი აღმოსავლეთიზაცია, ცოტათი არა, საგრძნობლად აღმოსავლეთიზაცია თვითონ ევროპის. და თვითონ დემოგრაფიული მაჩვენებლები პრობლემებია და იქ არის ხო უკვე ღიად საუბარი არის, რომ რაღაცა ევროპულ ისლამზე არის საუბარი და კიდე სხვადასხვა იმ პროექტებზე არის საუბარი. მინდა შეგახსენოთ, უბრალოდ ევროკავშირის კონსტიტუციაში წერია, რომელიც არ მიიღეს. კონსტიტუციაში შემუშავების დროს იყო ეწერა ესეთი რაღაცა. სად უნდათ, ანუ რაზე დგას ევროკავშირი და ევროკავშირი დგას განმართლებლობაზე და ელინიზმზე. ქრისტიანობა პრინციპიულად არ ჩაწერეს. ანუ ეს ბარბაროსობა, ელინიზმი დატოვეს წესით. ელინიზმი და განმართლებლობა დატოვეს. ქრისტიანული კუთხით ხო ბარბაროსობა. კი ბატონო, ხო ზაზა. ჩვენ ახლა შინაარსით მაინც განვიხილოთ არ გამოგჩეს ამ რეზოლუციის რომ მისი კატასტროფულობა საქმე იმაშია რომ წინა რეზოლუციასთან დაკავშირებით ჩვენ ესე ორი სიტყვით მიმოვიხილეთ და გავატარეთ იმდენად უმნიშვნელოა ახლა ეს ჩვენთვის
რეზოლუციები, რაც აქამდე მიუღიათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა არ შეიძლება რომ რაღაცა შინაარსში არ შევიდეთ და მათი დამოკიდებულება და მათი მიდგომების შესახებ ორი სიტყვა არ ვთქვა, ხო? ანუ წინა რეზოლუციაში, რაზეც ჩვენ ყურადღება ოდნავ გავამახვილეთ, მაშინ ეწერა და იგივე ჯგუფის მიერ იყო მიღებული. პირდაპირ ეწერა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეთო, ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებდა. წინა რეზოლუციაში. ეს იყო სადღაც 2 კვირის წინ, 3 კვირის წინ და აუცილებელია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეხლანდელ რეზოლუციაში ბოლო დღეს ცვლილება შეიტანეს და ჩაწერეს, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა. ანუ იმ რეზოლუციას თუ საზოგადოებასაც ახსოვს, ლელო წარმატებით იყენებდა, რომ ევროპარლამენტარები გვეუბნებიან, რომ მონაწილეობა არ მიიღოთ და ეს რეზოლუცია რომ მზადდებოდა, წინა დღეს ეწერა, რომ რა თქმა უნდა, მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით იგივე იმეორებდა და დაურეკეს, რა თქმა უნდა, ეთყობა აქედან რაღაცა, როგორც არის და ისტერიკა. იგივე ქალბატონმა რასამ მეორე დღეს ცვლილება ერთი რამდენიმე კაცი 5-10 კაციანი ჯგუფი კომიკურია რაღაცა სასწაულებს აქეს და 450 კაცი 460 კაცი განხილვაში არც ერთი არ იღებს მონაწილეობას არა განხილვაში ეს ხალხი არ იღებს 10 კაცი არის რაღაცებს ხლათა დარბაზი არავინ არ ზის მე 450 კაცი 450 კაცი მოვა ხელს წარმოდგენა არ აქვს და მოკლედ არც კითხულობენ არც აინტერესებს აქ თავარი სხვა რაღაცა არის ანუ გუშინ წინ გვეუბნებოდნენ ოპოზიციას ეუბნებოდნენ რომ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა ეს მნიშვნელოვანია რაღაცა რა თქმა უნდა დემოკრატიაზე აპელირებენ სულ აქ აი ნუკრი შე რომ ამოფრო გადავიდნენ რაღაცა ძალადობა აქამდე დემოკრატიის სახელით გვატყუებდნენ და ეხლა უკვე აშკარად გადავიდნენ ძალადობაზე ის ვინც თუნდაც ეხლა ვიზეს საუბრობთ ეხლა პირდაპირ გვეუბნებიან კი არ მოგვიწოდებენ რეზოლუციის ჩანაწერში არის მოთხოვნები უკვე რომ თქვენ უნდა გააკეთოთ ეს ხო და ეს არის ძალადობა აბა რა მეტი ხო არაფერი არ არის ძალადობა ეხლა უყურეთ რა ხდება ჩვენ ვიცით რომ მაგალითად ევროპის მასშტაბით ყველაზე კომპეტენტური სამართლებრივი სასამართლო არის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო ხო ასია რა ევროსასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილებები და იქ წერია რომ ჩვენ ყავს კომპეტენტური სამართალდამცავი სტრუქტურები თავისი სასამართლოს ჩათვლით და ყველა გასაჩივრებასთან დაკავშირებით დაადგინა რომ სწორად მოქმედებენ საქართველოში ყველა პოლიციიდან დაწყებული პროკურატურა იქ თქვა სასამართლო და არავის არაფერი არ ირღვევა ყველაზე კომპეტენტური დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას და იქვე სტრასბურგში არის ევროპარლამენტში შეყრილი რაღაცა ჯგუფი ისინი გვეუბნებიან რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაზე კომპეტენტურის გადაწყვეტილება ჩვენ თვლით რომ ეს არის სახელმწიფოს მიერ გამიზნული პოლიტიკური დევნა ეს უკვე მიგვაჩვიეს ამას გავიგეთ რომ მნიშვნელობა არ აქვს ეხლა გადავიდეთ აგერ ეუთო ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ნუ არჩევნებსაც ხო მოადგნენ უკვე და პირდაპირ ხან გვეუბნებიან უნდა ჩაატაროთ არჩევნები ხან ეხლა გვეუბნებიან არჩევნები არ უნდა ჩატარდეს საერთოდ აღარ უნდა ჩატარდეს თურმე საქართველოში არჩევნები და ეუთო ოდირთან დაკავშირებით რას ასწავლებს აკეთებენ და რას გვეუბნებიან ცოტა ხნის წინ ძალიან წინა რეზოლუციაში ეუთო ოდირთან დაკავშირებით ასევე მინდა აღნიშნო რომ ეუთო ოდირი ეს არის ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაცია არჩევნების შემფასებელი ყველაზე კომპეტენტური ანუ მისი დასკვნა არის ყველასთვის მისაღები წინა დასკვნაზე რამდენიმე ევროპარლამენტას მოусმინე და იძახდნენ რომ ეუთო ოდირმა იქ რაღაცეები გააყალბა რაღაცა მექსტამეები არიან ოხრები არიან და მამაძაღლები ამას ამბობდნენ ევროპარლამენტარები ცოტა ხნის წინ დასკვნასთან დაკავშირებით თუ გახსოვთ თავიდან შეფასებებზე თავს როიკავებდნენ და ამბობდნენ რომ აი ეუთო ოდირის დასკვნა დაიდება და რაღაცა იმე ჩვენ მსჯელობდით კიდევაც რომ ხომ არ აპირებენ იქ რაღაცების გაყალბებას და როგორც კი დაიდო ეუთო ოდირის დასკვნა და არ მოეწონათ აიღეს და ეგრევე ნაგავში გადააგდეს და ამბობდნენ რომ გააყალბეს ახლა ამ რეზოლუციაში ის ხალხი რომელიც იძახიან რომ ეუთო ოდირმა დასკვნა გააყალბა და საქართველოს სახელმწიფოს ხელისუფლების სასიკეთოდ დაწერა ეხლა დგანან და მოუწოდებენ რეზოლუციაში
რომ ხელისუფლებამ მოითხოვე და ჩამოიყვანე და დაუშვი ამ არჩევნებზე გამყალბებლები. ანუ რას გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ქურუმები, მოდი ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ სახელმწიფო ევროპაში არა, ქურუმებს არ გეთახმებით. ქურუმსაც რაღაც რაციონალური მიდგომა ჭირდება. ჩვენ ვართ ბესპრედელშიკები რა. აი დღეს ასე ქურუმები რაციონალიზმის გარეშე. ანუ ჩვენ არ გვაინტერესებს, ანუ ფაქტებზე ხო აღარ გველაპარაკებიან, ანუ მიდგომა არის ფაქტზე არ მელაპარაკება, აი იცი რა არის არჩევნები გაყალბდა, ამიტომ ხო შეიძლება მითხრა რომ რაღაცა თუნდაც არ მაინტერესებს რომ ფაქტებს არ გილაპარაკები, აგერ ყველაზე კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილება არ მაინტერესებს, არჩევნების შემფასებლის გადაწყვეტილება არ მაინტერესებს, მე გეუბნებით რომ არჩევნები გაყალბდა, ეს არის პოლიტიკური დევნა. მეგობრებო, კარგია ეს დისკუსია, ოღონდ რეკლამა ვნახოთ.